დღეს ჩვენ დაგვჭირდება ერთი ცალი ჩვეულებრივი ფაილი, ფუნჯები, მაკრატელი, ჩვეულებრივი სკოჩი და საღებავები. და რას ვაკეთებთ? აი ამ ფაილში უნდა ჩავდოთ საღებავები, ისე რომ ერთმანეთს არ შეეხოს ფერები. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ცისარტყელა. წრიული ფორმით უნდა დავასვათ წერტილები, ცოტა საღებავი იყოს ესე ბლომად. დავდე წითელი, წმინდავთ ფუძო ფერები ჩვენ თვითონ არ აურიოთ. წითელი, ოღონდ ამას ვდეთ მოშორებით. აი შეგვიძლია თუ გვაქვს ფერების ასეთი პალიტრა, ცოტა სხვანაირი ყვითელი. ლურჯი. წვანე. დამივარდა. ამას ცოტა ბეჭდი ამოვიღე ალბათ და მას მე გავწმინდა წვანე. აი ესე ჩავდეთ ფერები შეგრით ფაილში. მე რომ დამესვარ ამას მოვაცილებ. ჩემ დასრულს აი ძალიან დამესვარა. ხილად იყავით თქვენც არ დაისვაროთ. ფერები არის ფაილში. ეხლა ვიღებთ სკოჩს, ფაილს გადავკეცავთ, რომ ფერები გარეთ არ გამოვიდეს და ამას დავსკოჩავთ. მე უჯერ გადავკეცავ, რომ კარგად დავიცვა. რომ დაცულები ვიყოთ, რომ ბავშვები არ დაისვრებიან. და რა შეგვჭირდება ახლა ეს ფაილი, რომელშიც არის ფერები. უდევთ ბავშვს მაგიდაზე და ვიწყებთ შეჭიფს. ვინ უფრო ლამაზ ცისარტყელას გააკეთებს და ვინ უფრო ბევრ ფერებს მიიღებს. ფერთა არევით ვიცით რომ ფერები იცვლება, ხო? წავიდა მუშაობა, რაც უფრო შორიშორს იქნება ეს ფერები, უნდა უთხრათ ბავშვს, რომ ეს ფაილი მთლიანად ეს პარკი უნდა იყოს მთლიანად შევსებული. არ უნდა დატოვოს ადგილი. პარკი უნდა მთლიანად გავაფერადოთ. და ბავშვი იწყებს უბრალოდ აი ასე მუშაობას. თან უნდა უთხრათ ის, რომ ჩვენ ვაკეთებთ ცისარტყელას და ეს ფერები ერთმანეთში აუცილებლად უნდა იყოს შერეული. აი ასეთ მუშაობას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. დიდი დრო სჭირდება ასევე იმას, რომ ფერები იყოს გადანაწილებული. შეხედეთ როგორ ლამაზ ფერები იღება. უნდა წავახალისოთ ბავშვები იმაში, რომ ეს პარკი მთლიანად გაფერადდეს. არ უნდა უთხრათ, რომ ეს პარკი არ უნდა აიღონ ხელში, აი ასეთი მოძრაობით უნდა გაიტანონ ბოლომდე საღებავი. იგივეს გაკეთება შეგვიძლია და ძალიან კარგი იქნება, უფრო უკეთესი სამუშაო იქნება ჩვენ თუ იგივეს ბავშვებს გავაკეთებინებთ პლასტელინით. პლასტელინის ესეთ ბურთულებს ჩავალაგებთ შიგნით, დავხუფავთ ფაილს და ბავშვები დაიწყებენ ზემოდან მუშაობას. ისე რომ პლასტელინს არ შეეხებიან, ხელები არ დაესვრებათ და იგივენაირად
ფერები უნდა აურიონ ერთმანეთში. უნდა მიიღონ რაც შეიძლება მეტი ფერი. თან ისე, რომ ფაილი გაივსოს ბოლომდე. და ამ ფაილს, რა თქმა უნდა, მე არ ვაგდებთ ჩვენ და უნახავთ ბავშვებს აი ამ ფაილს. ეს მე შიგნით შრება და რჩება ძალიან ლამაზი სურათი გვიზდა ჩარჩოშიც. მე გავაკეთებინოთ ჩარჩო, გადავკეცოთ ეს და ჩავსვათ აი ასე ძალიან ლამაზი სურათი გამოვა. ჯერეთი რომ გახალისდებიან ძალიან, მე გაუხარდებათ რომ მათ სურათი არის ჩარჩოში, მეტი мотиваცია გაუჩნდებათ და ძალიან კარგია ეს სავარჯიშო წვრილი კუნთების გავარჯიშებისათვის, ფერებისათვის, ფერების შერევის ცოდნისათვის, ან ძალიან ბევრ რამეს გვივითარებს. თან ბევრი დრო სჭირდება და ბავშვებისთვის ძალიან საყვარელი სამუშაოა. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.